Google-მა მორიგი სიგიჟე ჩაიდინა და Gemini 3.0 Pro-ს გამოშვების შემდეგ დღეს უკვე გამოუშვა Nano Banana Pro, რომელიც არის ფოტოგენერაციის მოდელი, მაგრამ ძალიან ძლიერი. სანამ დეტალურ ვიდეოს შემოგთავაზებდეთ და ყველაფერს მოგიყვებოდეთ, წინ ცხალ ახალ ჩემი მიერ გაკეთებული ტესტის შედეგებს გთავაზობთ. ქართულ ენაზე ინფოგრაფიკა ჩაკაფულის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ინჟინრული ხედი, ორი კომპანიის შესახებ სარეკლამო პოსტერი, რომლის შესახებ ინფორმაცია თავადვე მოიძია Gemini-მ და Nano Banana-ს გამოყენებით შექმნა ეს პოსტერები და ბოლოს ინფოგრაფიკა კვანტური ფიზიკის შესახებ, რომელიც სულ სამსიტყვიანი პრომპტის შედეგად შექმნა. ყველაზე მთავარი ორი ფუნქცია, რასაც ძალიან მაგრად აკეთებს ეს ფოტოგენერაციის მოდელი, პირველი, მრავალენოვანი მხარდაჭერა აქვს ფოტოებზე, ანუ ტექსტს ადებს უკვე ყველა ენაზე შესანიშნავად და მეორე, დაყრდნობილია Google Search-ზე, თავადვე იძიებს რელევანტურ ინფორმაციას იმ დავალების შესახებ, რასაც ჩვენ უკეთავთ, რა ფოტოს დაგენერირება ჩვენ გვინდა და ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ნამუშევარს გვაძლევს, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოგცემდა. აღარაა საჭირო, რომ ჩვენ ავტვირთოთ ყველაფერი და ჩვენ შევუქმნათ კონტექსტი. თვითონვე წავა Google Search-ი მოძებნის ძალიან ბევრ რაღაცას და გააკეთებს. ამის გარდა სხვა ძალიან ბევრი ინოვაცია დაემატა და ნელ-ნელა მოგაწვდით ინფორმაციას ყველაფრის შესახებ მომდევნო ვიდეოებში. ის დროა შეხვიდეთ Gemini-ში და შიგნით ჩაშენებული Nano Banana Pro დატესტოთ. ასევე უფასოდ ხელმისაწვდომია Google AI Studio-ში ვებსაიტზე.